მადლობა გადაუხადო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, რომ არის ჩართული ამ პროცესში და გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ დევნილ ბავშვებს, დევნილ საზოგადოებას, რომელიც იმყოფება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ გაუზიაროთ ჩვენი ევროატლანტიკური მისაღებები, ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა და ასევე მივცეთ შესაძლებლობა ჩვენ ახალგაზრდა თაობას, რომ ჩაერთონ მაგ პროცესში და იყვნენ მაქსიმალურად აქტიურები და იყვნენ სრულყოფილი ბენეფიციარები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ამ პროექტის ფარგლებში პირველი ვაძლევთ, რა თქმა უნდა, იმის შესაძლებლობას, რომ გაეცნონ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს, დაათვალიერონ სხვადასხვა ტერიტორიები ჩვენი ქვეყნის და ამავდროულად მიიღონ ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტის შესახებ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ. საკმაოდ საინტერესო საუბარი შედგა, საინტერესო კითხვები იყო. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს მივაწოდოთ ამომწირავი ინფორმაცია, რომ შემდგომში გაუზიარონ ასევე თავის დანაკლასელებს და მაქსიმალურად მოვახდინოთ ნატოს მხარდაჭერთა და ევროკავშირის მხარდაჭერთა მობილიზება. დავესწარი ევროკავშირისა და ნატოს სემინარებს. ძალიან საინტერესო იყო ეს ინფორმაცია, რაც დღეს მოვისმინე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი თაობისთვის და მომავალი ახალგაზრდებისთვის, რადგან ჩვენ უნდა შევიდეთ ევროკავშირის და ნატოში, რადგან ეს არის ჩვენი ნათელი მომავალი.